მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ. დღეს ვისაუბრებ ანტიდეპრესანტებზე და წონაზე. იცით ალბათ და ბევრისგან მოგისმენიათ, რომ აი ანტიდეპრესანტებზე ვარ და მადა მომიმატა, ან ანტიდეპრესანტებმა გამასუქა და ასე ადამიანები ხშირად ამბობენ, რამდენად მითია, ან რამდენად რეალობაა. ასევე მეორეს მხრივ ისიც გაგიგიათ ალბათ, რომ ანტიდეპრესანტებს იყენებენ წონაში კლებისთვის. მაშინ კითხვა გაუჩნდება ადამიანს, რომ აბა როგორ თუ ანტიბიოტიკები წონაში აკლებინებს, წონაში რაღაცნაირად ამატებინებს ამ პირიქით, ამ ყველაფერს ავხსნით, რომელ დროს რომელი ანტიდეპრესანტი გამოიყენება, რომელი არის უსაფრთხო, რა დროით არის უსაფრთხო, იმიტომ რომ ზოგადად ანტიდეპრესანტებზე როცა საუბარი ყოველთვის ადამიანებს აქვთ შიში, რომ თავის ტვინზე მოქმედებს და ამან რამე ისე არ ქნას, ამიტომ უნდა ვიცოდეთ რა რას აკეთებს. რა თქმა უნდა, შეგახსენებთ აქვე, რომ ჩემი ვიდეოები არის მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია რომ გაითვალისწინოთ და აქვე ჩემს ერთგულ მაყურებლებს ვეტყვი, რომ გავაკეთე ერთი ახალი არხი, რომელშიც მე საუბრობ მხოლოდ თავისუფალ თემებზე, ანუ არა მედიცინაზე. ამაზე ჩვეულებრივ სამედიცინო ვიდეოს ჩვეულებრივ გავაკეთებ და დავდებ აქ. იქ დავდებ ვიდეოებს, რომელიც არასამედიცინოა და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. შინაგანად რაც მენდომება იმას, მოკლედ თავისუფალი არხია. ამიტომ ვისაც გაინტერესებს და ჩემი აზრები გაინტერესებს ზოგადად და ჩემი არასამედიცინო თემებიც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკი დევს აღწერაში ვიდეოს ქვეშ. შესაბამისად შეგიძლიათ ნახოთ და გადახვიდეთ, თუ მოგეწონებათ გამოიწერეთ არხი და თუ მოგეწონებათ ვიდეო კიდე დალაიქეთ. ხო, ეხლა გადავიდეთ ანტიდეპრესანტებზე. ანტიდეპრესანტების ბევრნაირი სახეობა არსებობს, მაგრამ ზოგადად, როგორც აი პირველი მოცემულობა რო ვთქვათ, ანტიდეპრესანტები წონაში ამატებინებს. ცუდად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, ანტიდეპრესანტები წონაში მატებას ხელს უწყობს, უმეტესად ზრდის მადას. ანტიდეპრესანტებიდან განსაკუთრებით რომლებია პაროქსეტინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ამიტრიპტილინი, გაგიგიათ ესენი ალბათ, მაოს ინჰიბიტორები კიდე, ფენელზინი მაგალითად და კიდე სხვა ანტიდეპრესანტები უმეტესობა მოკლედ წონაში მატებას იწვევს, რაც ცუდია, რაც ძნელია და მთავარი მექანიზმი რა არის, რომ რამდენიმე მექანიზმი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის, რომ ერთი სეროტონინი ფლუქტუირებს, ანუ სეროტონის შეიძლება მოუმატონ მომენტალურად, მერე დავარდება სეროტონის დონე, მერე ესე მოიმატებს და ამ დავარდნისას მადა შეიძლება გაძლიერდეს, ეს ერთი მექანიზმი. მეორე მექანიზმი არის, რომ დოფამინს და ნორადრენალინს თრგუნავენ და მაგრამ დროთა განმავლობაში შემდეგ პირიქით ანუ სეროტონის რეცეპტორები კარგავს მგრძნობელობას და შემდეგ ადამიანს უჩნდება კრეივინგი, პირიქით ანუ ეძებს საკვებს ძლიერად, იმიტომ რომ დოფამინი აკეთებს შემდეგ ამის მოტივაციას. ამას სჭირდება დრო, ზოგჯერ კვირები, ზოგჯერ თვეები, ზოგჯერ წლები. უმეტესობა ანტიდეპრესანტი ამატებინებს თვეების განმავლობაში. ზოგი კვირების განმავლობაში, ზოგი წლების განმავლობაში, მაგას ვიტყვით, რომელი როგორ. აქ გვაქვს მე ვიტყოდი წონაში კლებასთან მიმართებაში, რომ ოქროს სამეული, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიდეპრესანტი, რომელიც არათუ წონაში არ ამატებინებს, არამედ პირიქით ბევრ შემთხვევაში წონაში დაკლებაში ეხმარება. ესეთი არის ფლუოქსეტინი, მეორე სერტრლაინი და მესამე არის ბუპროპიონი.
ეხლა ეს სამი ძალიან მნიშვნელოვანია წონაში კლებისთვის, რადგან რამდენიმე მიზეზის გამო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ვიცით, რომ ვისაც წონის პრობლემა ქონია, ჭამა ასოცირებულია დეპრესიასთან ხშირად, კვება ხშირად ასევე არის ემოციური და ესეც მეორე დიდი პრობლემაა და ზოგჯერ ადამიანი ჭამს უკონტროლოდ, ესეც დიდი პრობლემაა. სამივეს კავშირი აქვს ნეიროტრანსმიტერებთან, სამივეს კავშირი აქვს დეპრესიასთან, ან კომპულსიასთან, ან შფოთვასთან, ან მოტივაციობასთან, ან პირიქით საკვების მიმართ გადამეტებულ მოტივაციასთან და ეს ყველაფერი პირდაპირ არის დამოკიდებული და კავშირში აი ამ სამ ანტიდეპრესანტთან, ამიტომ მათით იმართება ბევრ შემთხვევაში. მოდი ახლა თქვათ ესეთი მოკლედ, რომ თქვათ აი ფლუოქსეტინი ავიღოთ. ფლუოქსეტინი, კაი, არ ამატებინებს წონაში. ეს ნამდვილად ასეა, მთელი ცხოვრება რო სვავს ადამიანმა მაგალითად ფლუოქსეტინი წონაში არ მოამატებინებს? არ არის ასე. ფლუოქსეტინი თავიდან პირველი 1 წელი ძირითადად პირიქით წონაში დაკლებაში ეხმარება, 1 წლის მერე როგორც წესი წონაში ამატებინებს პირიქით. ამიტომ აქვე ფრთხილად მასთან, განსაკუთრებით ვინც დიდხანს იღებს. მეორეს მხრივ იგივეს თქმა შეიძლება sertraline-ზეც, რომ თავიდან არ ამატებინებს 1 წელი, ზოგჯერ 2 წელიც, მერე პირიქით წონაში ამატებინებს ადამიანს, ამიტომ სუფთა წონაში კლების ნეიტრალური არ გამოდის, ხო? ანუ თავიდან გეხმარება, მერე პირიქით იმატებ წონაში. რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ესეთი არ ახასიათებს, ესაა ბუპროპიონი. ბუპროპიონზე ვისაუბრებ ქვევით, რომელიც ნამდვილად არ ამატებინებს წონაში, არც 1 წლის თავზე და არც 5 წლის თავზე, მაგრამ მას თავისი სირთულეები აქვს, ამიტომ მასაც ცალკე შევეხები. დავიწყოთ ახლა ფლუოქსეტინით, ანუ ფლუოქსეტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი ანტიდეპრესანტია იმ ადამიანებში განსაკუთრებით, ვისაც კვებითი აშლილობა აქვს, რადგან FDA-ის მიერ აღიარებულია ფლუოქსეტინი როგორც პირველი რიგის პრეპარატი ბულემიას სამკურნალოდ. ეს დიდი რამეა, ეს აღიარება. შესაბამისად, ფლუოქსეტინი ძალიან ცნობილია ანორექსიკებით, ანორექსია ვისაც აქვს, ის ადამიანებიც ხშირად იღებენ, რომ მათ დაუთრგუნდეს მათის დასათრგუნად, მაგრამ რა ხდება დროთა განმავლობაში, ის კარგავს ეფექტურობას ფლუოქსეტინი და თავიდან მართლაც ადამიანი გნობს თავს კარგად, მშვენივრად, უკეთესად, დეპრესია აღარ აქვს, არც ნაკლებად აქვს შფოთვები, პანიკური შეტევებიც და კომპულსიაც, აკვიატებებიც და არც ემოციურ კვებასაც მნიშვნელოვნად ამცირებს. მაგრამ გადის დაახლოებით 12 თვე ან 6 თვე ზოგ შემთხვევაში და სიმპტომები ბრუნდება, ადამიანი იმატებს წონაში, მადა უძლიერდება და შეიძლება მოხდეს ემოციური ბლანტინგზე დახიან, ინგლისურად, ქართულად იქნება გაფერმკრთალება. ანუ ემოციურად ფერმკრთალდება ადამიანი, რაც უნდა უხაროდეს ძალიან აღარ უხარია, რაც უნდა წყინდეს აღარ წყინს. ანუ უფრო ნეიტრალური ხდება. და ეს დამსახურება აქვს ბრჭყალებში ამ ანტიდეპრესანტის, რომელიც არის ფლუოქსეტინი, რომელიც არის ესოდენ პოპულარული, ესოდენ უსაფრთხო და ესოდენ მნიშვნელოვანი თან. ეხლა მაშინ ადამიანი იტყვის უფრად გვინდა, ხო? მაგრამ მეორე მხრივ არის ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი დგას, რომელსაც აქვს კვებითი აშლილობები, რომელიც თავს ვერ ერევა და ეს მათი პრობლემა არ არის, ან მათი
მათი ფსიქოლოგიური პრობლემა კი არ არის, რომ ისე შეუძახო და მოდი ახლა შენ ბევრი არ ჭამო, არამედ მათი ფიზიოლოგიური პრობლემაა, გამომდინარე მათი ნეიროტრანსმიტერების მდგომარეობის, შესაბამისად ესეთ ადამიანებს მართლა ჭირდებათ დახმარება და მართლა ჭირდებათ ანტიდეპრესანტები, მართლა ჭირდებათ ფლოქსეტინი, მაგრამ აქვე არის კითხვა, რომ რა ვქნა აბა, ხო? ანუ პირველი 12 თვე კაი და მე რა ვქნათ. და აქ მეორე მთავარი კითხვა მოდის ხოლმე კიდე არის, რომ ანუ რანაირად რას ამბობ, რომ თქვათ ეხლა თუ მადას პირველი 12 თვე დამიქვეითებს, მე რატომ მომიმატებს, იქნებ ტყუილია, იქნებ არ არის სიმართლე, ასე არ არის, ბევრი კვლევით დასტურდება, რომ ნამდვილად ახასიათებს მადის მომატება დროთა განმავლობაში, ანუ სხვა ანტიდეპრესანტებს უკვე აღარ ვამბობ, იმ ამიტრიპტილინი და ეგენი როა, ეგენი თავიდანვე ციტალოპრამი და რაღაცები უმატებს მადას მალევე და ადამიანი სუქდება მალევე. მაგრამ ეს თავიდან პირიქით მადას სხუნავს, მე აძლიერებს მადას. და რატო ხდება ესე? აი ეს ფლოქსეტინი და კიდე ბევრი ანტიდეპრესანტი არის სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი, სელექტიური ინჰიბიტორი და რაც ნიშნავს სხვაგვარად რო ვთქვათ, ნიშნავს რომ თავის ტვინში სეროტონის დონე იზრდება. სეროტონის დონე იზრდება ნიშნავს რამდენიმე რამეს. ადამიანი გრძნობს თავს კარგად, იმიტომ რომ კარგად ყოფნის ნეიროტრანსმიტერია სეროტონინი. მეორეს მხრივ ჰიპოთალამუსში ჩვენ გვაქვს თავის ტვინს უბანი ესეთი ჰიპოთალამუსი, რომელშიც ჩვენ გვაქვს შიმშილის ცენტრი. შიმშილის ცენტრში თრგუნავს ეს სეროტონინი თრგუნავს დოფამინს და ნორადრენალინს და დოფამინი და ნორადრენალინი პასუხისმგებელია მოტივაციაზე, რომ ადამიანმა ჭამოს. და თუ ახლა ეს მოტივაცია არ ექნება ადამიანს, ადვილად მადა ითრგუნება მოკლედ. შესაბამისად ამ ყველაფერი კარგად არის, ხო? რომ ანუ მადას თრგუნავს, იმიტომ რომ ადამიანს მოტივაცია არ აქვს რომ ჭამოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სეროტონინის რეცეპტორები მოკლედ ეჩვევა ამ სეროტონინის მაღალ დოზას და აღარ მოქმედებს, აღარ აქვს ეფექტი და კომპენსატორულად კიდე იმატებს დოფამინის და ნორადრენალინის დონე და რაღაც დროის მერე აღწევს ეს იმდენად რეზისტენტული ხდება სეროტონის რეცეპტორები სეროტონის მიმართ, რომ სეროტონი კი ბევრი გვაქვს, მაგრამ ეფექტურობა აქვს დაკარგული, მეორეს მხრივ კომპენსატორულად დოფამინი და ნორადრენალინი იმატებს და ადამიანს მოტივაცია უჩნდება ისევ რომ ჭამოს. მოტივაცია უჩნდება ჭამოს, ადამიანი იწყებს ჭამას, კრეივინგი ემართება, ან მოტივაცია უჩნდება ძლიერი რომ ჭამოს ისეთი საკვები, რითიც კიდევ დაიჯილდოვებს თავს და ეს ჯილდოს და სიამოვნების განცდა მოდის, როცა ჭამ მაგალითად ცხიმიანს, შაქრიანს და არაჯანსაღ საკვებს და ადამიანს უჩნდება კრეივინგი რომ ჭამოს, ანუ ძლიერი მოთხოვნილება ჭამოს ეს არაჯანსაღი საკვები. ადამიანი ჭამს, რაც მეს ჭამს, მით მეტად სუქდება და აი ასე დროთა განმავლობაში ვერაგულად ფლოქსეტინი იწვევს გასუქებას. ეხლა ავიღოთ მეორე მნიშვნელოვანი წამალი, ეს არის სერტელაინი, რომელიც ასევე ანტიდეპრესანტია და ის უფრო ნაკლები რისკი აქვს მას, რომ გაასუქოს ადამიანი, მაგრამ მაინც აქვს გასუქების რისკი. დაახლოებით თუ კი ფლოქსეტინს 6 თვიდან 1 წელიწადში უკვე ადამიანი იწყებს წონაში მატებას, მეორეს მხრივ ეს სერტელაინი 1 წლის მერე ან 2 წლის მერე იწყებს ადამიანს წონაში მატებას. მაგრამ ანუ სერტელაინი უფრო უსაფრთხო ყოფილა მოკლედ. თუ წონაში არ გინდათ რომ მოიმატოთ, სერტელაინი უფრო უსაფრთხოა, ეს მართალია. მაგრამ მათ აქვს სხვადასხვა გამოყენება, ეგ არის მთავარი, იმიტომ რომ შეიძლება
და ახლა ზუსტად მაგაზე უნდა ვთქვათ, რომ როდის გამოიყენება ფლოქსეტინი, როდის გამოიყენება სერტელაინი და როდის გამოიყენება ის მესამე ბუპროპიონი, რომელიც სამი მთავარი სამკუთხედი ვთქვით. ფლოქსეტინი გამოიყენება დეპრესიისას FDA-ის მიერ აღიარებული როგორც პირველი რიგის სამკურნალო საშუალება და დეპრესია თუ აქვს ადამიანს სისუსტით, ანუ თან სუსტად გრძნობს თავს. ანუ თან დეპრესია აქვს, თან სუსტად გრძნობს თავს. და ასევე ადამიანს რომ აქვთ რუმინაციული ფიქრები, რუმინაცია ნიშნავს, რომ ერთ და იგივეს რომ ღეჭავ რა, ფიქრებში წარმოიდგინეთ იგივე რომ ერთ და იგივე აზრი რომ უტრიალებს თავში, უტრიალს ვერ ანებებს იმას ფიქრს თავს, ესეთი ტიპის დეპრესია როცა აქვს ადამიანს, მაგისთვის ძალიან კარგია ფლოქსეტინი. ფლოქსეტინი ასევე ობსესურ-კომპულსიური აშლილობა ვისაც აქვს. ობსესურ-კომპულსიური არის აკვიატებები, ან რაღაცა აკვიატება რო აქვს და მე იმის მაგალითად სულ ხელებს იბანს ადამიანი, იმიტომ რომ შიში აქვს ისე კი არა, რომ ახლა რო კითხო რომ აბა გეშინია და ეს მეშინია თუ არ მეშინია, არა. ანუ იმ ქვეცნობიერად ისე ძალიან ძლიერი ლტოლვა აქვს, რომ წავიდეს ხელები დაიბანოს, იმიტომ რომ ბაქტერიები აიცილოს თავიდან, რომ ყოველ 5 წუთში ერთხელ თქვა ხელებს იბანს, ამაზეა საუბარი. და ასევე პანიკური შეტევები ვისაც აქვს, ან მოკლედ შედარებით ნაკლები ენერგია როცა აქვს ადამიანს, უმოტივაციობა როცა აქვს ადამიანს და ეს რუმინაციული ფიქრები მოკლედ ფლოქსეტინი არის ეფექტური, ფლოქსეტინი აქვს ნახევარდაშლის პერიოდი 4-6 დღე, ამიტომ რომ გამოტოვოს ადამიანმა დოზა მაინც ეფექტურია. მაგალითად დღეს გამორჩა, ისე კი არ არის რომ დავარდა და ცუდად გახდეს ადამიანი, ასე არ არის. მეორეს მხრივ სერტელაინი, რომელიც ასევე ზოლოფტი შეიძლება გაგიგიათ, ეს სერტელაინი მეორენაირი, ესეც სეროტონის უკუმიტაცების ინჰიბიტორია, მაგრამ ასევე ცოტათი დოფამინის დონესაც ზრდის, ცოტათი და ეს სერტელაინი უფრო ეფექტურია, როცა დეპრესიას პლუს იქოენერგიობა როცა ფლოქსეტინის, აქ დეპრესიას პლუს გაღიზიანებადობა ან შფოთვა როცა. აი ამ დროსაა ეფექტური. ასევე სხეულის დისმორფული აშლილობა როცა, აი ეს არის მაგალითად ადამიანს როცა აქვს აკვიატებული აზრები თავის სხეულთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ზოგი ამბობს, რომ მე ხო შეიძლება თქვა, რომ ეს ჩემი თქვათ ან სახე, ან სიმაღლე, ან თმები არ მომწონს და ამაზე შეიძლება არ მოგწონდეს, რა თქმა უნდა, ეგ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გადამეტებული როცა გაქვს, ეგ უკვე სხეულის დისმორფული აშლილობა, ეგ არის მთავარი მუღამი. ხო, შესაბამისად სერტელაინი ამ დროსაც ეფექტურია. სერტელაინი გამოყენებიდან დაახლოებით 2 წლის თავზე, ან 1 წლიდან 2 წლის თავზე ზრდის რისკს წონაში მატების. და ბუპროპიონი არის ნორადრენალინის და დოფამინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი. პრაქტიკულად იქნებოდა იდეალური ანტიდეპრესანტი, რომ არა ერთი ცუდი თვისება და იმას ბოლოში ვიტყვი. და დეპრესიის დროს კარგია, მოკლედ ეფექტური აღიარებულია დეპრესიის დროს, განსაკუთრებით ადამიანებს, რომელსაც ასევე დაბალი ენერგია აქვთ, წონაში მატება აქვთ და ასევე ნიკოტინის გადაგდება როცა უნდა ადამიანს, როცა დამოკიდებულია ნიკოტინზე. ბუპროპიონი ასევე გამოიყენება ADHD-ის დროს, ADHD არის ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიული მდგომარეობა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დაავადება და მაგალითად ამფეტამინებია მისი მთავარი მკურნალობა და ეს ამფეტამინები კიდე რეცეპტის გარეშე არის შოება და შესაბამისად ზოგი ადამიანისთვის ბუპროპიონი ბევრად უფრო ხელსაყრელია და ხელმისაწვდომია, არა მარტო აქ, არამედ მსოფლიოში ხშირად იყენებენ, მოკლედ, ან როცა
როცა სტიმულანტების მიცემა არ უნდათ მათი გვერდითი ეფექტებიდან გამომდინარე, მაგალითად სტიმულანტებმა ამფეტამინმა იცით ალბათ ამფეტამინების ბიზნესზე რამდენი ფილმია გადაღებული, ნარკოტიკებია მოკლედ ამფეტამინები და არის რისკი რომ შეჯდეს ამ ამფეტამინებზე ადამიანი და ვინც მით უმეტეს მიდრეკილია მაგეთკენ, ბუპროპიონი ამ დროს არის გამოსავალი. ასევე ბუპროპიონი თრგუნავს მადას და ხშირად იყენებენ ხოლმე როგორც წონაში კლების საშუალებას, ასევე ადამიანებში, რომელსაც ემოციური კვება აქვს, დიდი რაოდენობით საკვებს ერთ ბაშად ჭამენ. მოკლედ ბუპროპიონი ძალიან ახლოს და თუნდაც გამოიყენე 5 წელი, მე არ ამატებინებს წონაში ბუპროპიონი, ან ძალიან ახლოს დგას იმასთან რეალურად, რაც გვინდა. რასაც ჩვენ ვთვლით იდეალურად. ხო, ეხლა ვთქვათ, რომ აბა რა ვქნათ? ანუ როგორ ვქნათ ისე, რომ გვერდითი ეფექტები გქონდეს მინიმალურად, გვერდითი ეფექტები და თუნდაც ეს ნიშნულოვანი წონაში მატება იყოს მინიმალური. ფლუოქსეტინზე ამას აკეთებენ, რომ დაახლოებით სხვა დოზები არსებობს 20 მილიგრამი, მაგალითად 40 მილიგრამი, 80 მილიგრამითაც ზოგ შემთხვევაში გამოიყენება, მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ თავიდან მაღალი დოზები ინიშნება, ხოლმე ჯერ თავიდან სულ დაბალი, მერე მაღალი და მერე ისევ დაბალი დოზა, დაბალი დოზაზე შენარჩუნდეს, მაგალითად 10 მილიგრამზე ან 20 მილიგრამზე დღის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში 1 წელი თითქმის წონაში მატებას არ იწვევს, პირიქით მადას თრგუნავს და ადამიანის უმეტესობისთვის მისაღებია. მეორე ვარიანტი არის, რომ თქვათ 1 წლის თავზე ან 6 თვის თავზე ამატებენ ხოლმე ბუპროპიონს დაბალი დოზით და ეგეც მის ფლუოქსეტინის უარყოფით მხარეს აკომპენსირებს, ან უმატებენ მეტფორმინს 500-დან 1000 მილიგრამამდე დღის განმავლობაში, რაც ასევე ფლუოქსეტინის უარყოფით მხარეს აკომპენსირებს. ან შესაძლებელია, რომ მაგალითად 6 თვე მიიღო, მერე 6 თვე აღარ მიიღო, ან 6 თვე მიიღო, 3 თვე არ მიიღო, 6 თვე მიიღო, 3 თვე არ მიიღო, ესე რომ ეს რეცეპტორების მდგომარეობა, სენსიტიურობა ისევ დააბრუნოს ძველ მდგომარეობაში, რომ არ მოხდეს წონაში მატება და თუნდაც ემოციური გაბლა, ან ემოციური გაფერმკრთალება. ემოციური გაფერმკრთალება ძალიან ცუდი რამეა და მაგიტომ არის, რომ როგორი ხა ადამიანი ჩვენ ვართ ემოციებით, ხო, ემოციებით ცხოვრობთ. ახლა ემოციებს თუ დაკარგავ, იტყვი რომ არც შენი ანტიდეპრესანტი არ მინდა, არაფერი არ მინდა და ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ ესეთი ეპიზოდები, თქვათ, 3 თვე აღარ მიიღო, 6 თვე აღარ მიიღო. ეგ აქვთ ხოლმე და ეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის გამოსავალი. ან შეცვლიან ხოლმე ბუპროპიონით. ან შეიძლება მონაცვლეობა იყოს ბუპროპიონის და ფლუოქსეტინის, ესეც შესაძლებელია. შესაძლებელია ასევე სერტერლაინზე გადასვლაც, თუმცა ეგ შედარებით ნაკლებად გამოიყენება. რაც შეეხება სერტერლაინს, მისი ტიპიური დოზირება არის 25 მილიგრამიდან 50 მილიგრამამდე, 200 მილიგრამამდე შეიძლება, მოკლედ სერტერლაინის მაღალი დოზებით რაც ნიშნავენ ხოლმე. და მაინც სასურველია, რომ 25-დან 50 მილიგრამამდე შენარჩუნდეს სტაბილურად, როცა გინდა, ანუ როცა წლების განმავლობაში იღებს ადამიანი, ბევრი თვის განმავლობაში, რაც დაბალია დოზა, მით უკეთესი, მოკლედ, როცა დიდხანს იღებს ამას. ეგ ხა ინტუიციურიც არის ალბათ ბევრი ადამიანისთვის. თუ კი, ხო, კიდე რა აქვს სუდი ხა ამ ანტიდეპრესანტებს, ფლუოქსეტინსაც და იმასაც მეორეს სერტერლაინს, რომ სქესობრივ ლიბიდოს, ან სქესობრივ ტოლვას აქვეითებენ და ხა ეგ ბევრი ადამიანისთვის პრობლემაა. ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში აქვეითებენ და გარკვეულ ადამიანებთან და ეგ ხა მე პრობლემაა, ხო, ანუ ქალისთვისაც, კაცისთვისაც, შესაბამისად ეგ კიდე ერთი დიდი პრობლემაა, ანუ ემოციური გაფერმკრთალება, წონაში მატება, ლიბიდოს დაქვეითება და კიდე შეიძლება უარესი დეპრესია დაემართოს ადამიანს მე ამ ყველაფრის ფონზე, ხო? ანუ ეს არ არის პატარა რამე. აღარ ვამბობ იმაზე, რომ შეიძლება ზოგ შემთხვევაში
შფოთვები გააძლიეროს ფლუოქსეტინმა ან უძილობა გამოიწვიოს ან საჭმელმონებელი სისტემის მხრივ ეს რა ქვია სიმპტომი. ესეთ შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე რომ გადადიან sertraline-ზე მაგალითად. რაც შეეხება ბუპროპიონს, ბუპროპიონი დღეში დაახლოებით 150 მგ-დან 300-მდე მიიღება და ეგ ბუპროპიონი აი წლების განმავლობაშიც კი რომ მიიღოს ადამიანი არ უმატებს წონაში მატების რისკი არ აქვს, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და შეიძლება გამოიწვიოს უძილობა და ამიტომ ეს უძილობა რო არ გამოიწვიოს მიიღება ხოლმე დილით, რომ საღამოსკენ მისი ეფექტურობა იყოს დაკლებული და შესაბამისად ადამიანს დაეძინოს ნორმალურად. ასევე კარგი აქვს ბუპროპიონს რომ სქესობრივ აი იმ სქესობრივ ტოლვის შემცირებას რასაც იწვევს ფლუოქსეტინი ან sertraline ეს აღადგენს მოკლედ და ამიტომაც კიდე ხშირად ნიშნავენ ხოლმე რომ ეგ ხა კაია მაგ მხრივ და ამიტომ ან კომბინაციაში ნიშნავენ ხოლმე ან ბუპროპიონს, იმიტომ რომ სქესობრივი ლიბიდო მოიმატოს. ხო, კომბინაციები ზოგადად არის ხშირი პრაქტიკა, ანუ კომბინაციებს ხშირად ნიშნავენ ხოლმე ანტიდეპრესანტების შემთხვევაში, შესაბამისად ანუ არ უნდა გაგვიკვირდეს და ეხლა რას ვიტყვით, რომ ეს ბუპროპიონი, რომელიც დოფამინს და ნორადრენალინის დონეს ზრდის და ზოგადად ანუ ეგ მაგისი ზრდა კმაყოფილების ზრდას იწვევს, შესაბამისად ანუ ის თუ მაგალითად სეროტონის ზრდის და შიმშილის ცენტრში თრგუნავს დოფამინს და ნორადრენალინს, ეს ზოგადად ნორადრენალინის და დოფამინის ზრდის და ადამიანს ზოგადი დაკმაყოფილების გრძნობა აქვს, ანუ არა კონკრეტულად რომ ზდიოს რომელიმაც საკვებს, არამედ ზოგადად ადამიანი კმაყოფილია და ამიტომ ნაკლები мотиваცია აქვს ჯამში რომ თუნდაც კონკრეტულად რაღაც საკვებისკენ წავიდეს. მაგრამ და ხო, მადას აქვეითებს, წონაში მატების რისკი არ აქვს, ამ პრაქტიკულად გავს იდეალურს, მაგრამ ერთი დიდი უარყოფითი მხარე აქვს, რომ ზრდის გულყრების რისკს და იმ ადამიანებში, ვისაც გულყრების რისკი აქვს, ბუპროპიონი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ზრდის გულყრების რისკს. ასევე იმ ადამიანებში, ვისაც აქტიური ბულემია აქვს, მაგალითად ბულემია ნერვოზა, ანორექსია, იმიტომ რომ ელექტროლიტური დისბალანსი შეიძლება ჰქონდეს ასეთ ადამიანებს მნიშვნელოვანი და მაგ დროს ბუპროპიონის მიღება კიდე გულყრის რისკს ზრდის. აი კრუნჩხვებს რო ეძახიან, ვისაც ვინც არის გულყრა რა არის, კრუნჩხვების რისკს ზრდის. ხო და ამიტომ ეს ვინაიდან ეს დიდი თან ხო, ეხლა ADHD-ის შემთხვევაში ისეთი ეფექტური არ არის, როგორც მაგალითად სტიმულანტები, ამფეტამინები მაგალითად, ეგეთი ეფექტური არ არის. ისინი 70% ეფექტურობა აქვს. ამას სადაც 50-60% და პლუს გულყრების რისკი და შესაბამისად ამიტომ არის რომ პირველი რიგის მკურნალობად არ არის დაფიქსირებული, FDA-ის მიერ არ არის აღიარებული. ხო იგივე კვებით აშლილობებში, მაშინ როცა პირიქით გულყრის რისკი შეიძლება გაზრდოს აქტიური ბულემიის დროს, მით უმეტეს არ ჩაწერენ, მაგრამ აი როცა მაგალითად ADHD არის კომბინირებული კვებით აშლილობებთან, ნუ ემოციურ კვებასთან უფრო მოდი ესე ვთქვათ და არა აქტიურ ფაზაში, როცა ბულემიის დროს გულს აღარ ირევს ადამიანი და არც ანორექსია არ აქვს და ესეთი პრობლემები არ არის, მაშინ რა თქმა უნდა შესაძლებელია მისი მიღება. ხო აი ეს იყო რომ მოვამრგვალოთ მოკლედ ფლუოქსეტინი არის პირველი რიგის სამკურნალო საშუალება, როცა ადამიანს კვებითი აშლილობები აქვს, როგორც ბულემია და ბულემია მაგალითად, ასევე როცა ემოციური კვება აქვს, ფლუოქსეტინი, ბუპროპიონი ორივე კარგია,
თუ ბულემია აქვს აქტიური და გულს ირევს ადამიანი, ეგეთ დროს ბუპროპიონი არა. იმისთვის რომ რისკი შევამციროთ წონაში მატების 1 წელზე მეტი ან არ უნდა მიიღოს ადამიანმა ფლუოქსეტინი და სერტლაინი, ან მიიღოს კომბინაციაში ბუპროპიონთან, ან მონაცვლეობით, ან გამოტოვებებით, მაგალითად 3 თვე არ მიიღოს, მერე მიიღოს, 3 თვე არ მიიღოს და ასე. ხო, აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა კიდევ ერთხელ ჩემს ვინც ახლა აქამდე შემომრჩით იმედია რომ ჩემს რეკლამას არ მიიღებთ ცუდად, მოკლედ იქ ჩემ არხზე თუ გადახვალთ და ჩემ ვიდეოს მოიწონებთ და ასე შემდეგ, გამახარებთ ძალიან, ან გამოიწერთ. მოკლედ ეგ იქნება ჩემი მხარდაჭერა, იმიტომ რომ მინდა რომ ის არხით განვავითარო ჩემი ზოგადი არხი, რომელიც არ იქნება შემოსაზღვრული მხოლოდ მედიცინით. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.